გამარჯობა. მე ალექსანდრა ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსელი. შემეძლო ჩემი თავი ასე გამეცნო თქვენთვის, მაგრამ მოდი ცოტა უკან დავბრუნდეთ. ეს მე ვარ. ბევრს მღერი თითქმის არ მძინავს და გარკვევით ვამბობ სიტყვა მამას. როცა ერთი წლისაც არ ხარ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს მოსწონდე. ეს დედა ისე ძალიან მიყვარს, რომ სულ მას მივუძღვნის სამყაროს ვარდებს. ეს კი ირია, ჩემი და, რომელიც როგორც თვითონ მიყვება, შავთმიანი და დიდთვალა დავიბადე. რაც მთავარია, ეს დუჩეა. უпроსტორად იყო. მეგრულად თეთრ თავს ნიშნავს, თუმცა მის ხასიათსაც უხდებოდა ეს სახელი. თავარი არ მithქვამს, ეს იაა, ჩემი პირველი რესპონდენტი. ქალი, რომელსაც წელიწადში ორჯერ აქვს დაბადების დღე, ან ჩემი 154 წლის ბებო. წერა მან შემაყვარა. ჩემზე ამბობენ, მსოფლიო ჩემპიონიაო უხერხული სიტუაციების შექმნაში და ოქროს მედლის მფლობელი იმავე სიტუაციებიდან საუკეთესო გამოსავლის ძიებისთვის. მე არასდროს მომწონდა ჩემი აღაშღაჟებული ლოყები ნერვიულობისას. და ადამიანები, რომლებიც გამარჯვებას არ ამბობენ. ხანდახან მაღვიძარას იმაზე ადრე ვაყენებ, ვიდრე მჭირდება, მხოლოდ იმისთვის, რომ დილას არაფრის კეთებისთვის მეტი დრო დამრჩეს. ნაწვიმარე მინდვრის სუნი მიყვარს, ციცინათელები და ChatGPT-ის უაზრო კითხვებით შეწუხება. კიდევ სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდე მოგზაურობისას ხალხისთვის ახალი სახელების მოფიქრება. 3 წლის რომ ვიყავი, მხოლოდ ერთი რამის მეშინოდა, ზღაპრის გარეშე დაძინების. ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენის სურვილი ჩეპყრობილი რობოტი იყო. მე უკეთეს სამყაროზე ვოცნებობ, მაგრამ ამისთვის ყველა ადამიანი ძალყოთ უნდა გადავაქციო. რთული ადამიანი ხარო, ძიმე. ხანდახან ჩემს ჰოროსკოპსაც აბრალებენ. კი, შეიძლება არ ვარ მარტივი, მაგრამ არც რთული. სერიოზული, ცანცარა, ჭკვიანი, შტერი, მზრუნველი, უხეში, უზრდელი, ზრდილობიანი, ძლიერი, სუსტი. მე უბრალოდ მე ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვანაირი ვარ. ხან ისეთი, ხან ასეთი. თვალებადი. ხო, და კიდევ, თუ ვინმე გეტყვით, რომ რთული ხართ, არ დაუჯეროთ. რთული კვანტური ფიზიკაა, თუმცა ხომ გახსოვს, თავარია გჯეროდეს.